წარმოიდგინე, რომ ანტარქტიდის ოკეანეში დაიკარგე და ქვემოთ იყურები. პატარა თევზებისა და პლანქტონის ნაცვლად ბევრად უფრო საშიშს დაინახავ. ძაღლებზე დიდ ობობებს, ვეშაპზე გრძელი საცეცების მქონე მედუზებს და ჩვეულებრივ თევზებსაც კი, რომლებიც არაბუნებრივად გიგანტურები გახდნენ. ეს არსებები რეალურია, უკიდურესი სიცივის გამო, რომელიც ევოლუციას უბიძგებს ფენომენისკენ, რომელსაც პოლარული გიგანტიზმი ეწოდება და მხოლოდ ყველაზე ცივ ოკეანეებში გვხდება. შეიძლება იფიქრო, რომ გაყინული ტემპერატურა და საკვების დეფიციტი ცხოველებს დააპატარავებდა, მაგრამ აღნიშნული პირიქით ხდება. აიღე კოლოსალური კალმარი. ხშირად მას ღრმა ზღვის გიგანტიზმს მიაწერენ, მაგრამ სინამდვილეში ის თითქმის გაყინულ ანტარქტიდის წყლებში ცხოვრობს. იგი წარმოიშვა გამჭვირვალე მინის კალმარებისგან, თუმცა ეს თვისება დაკარგა და თბოიზოლაციისთვის სქელი ქსოვილი განვითარა. მისი მოწითალო კანი შთანთქავს ბიოლუმინესცენტური ნადავლის სინათლეს, რაც მას თითქმის უხილავს ხდის. კაცებლები ცოტაა ძირითადად ვეშაპები, ამიტომ იგი შექმნილია ჩასაფრებისთვის და არა გაქცევისთვის. მაშ, რატომ არიან ისინი ასე დიდები? პასუხი ჟანგბადშია. ცივი წყალი ბევრად მეტ ჟანგბადს ინახავს, ვიდრე თბილი. ხოლო დიდ ცხელს მეტი ჟანგბადი სჭირდება. თბილ ოკეანეებში ზომას ჟანგბადი ზღუდავს, მაგრამ გაყინულ წყლებში ეს შეზღუდვა ქრება. მილიონობით წლის განმავლობაში სწორედ ამან მისცა საშუალება ისეთ სახეობებს, როგორიცაა მინის კალმარები, გიგანტებად ევოლუცირებულიყვნენ. როდესაც ეს კალმარები უფრო დიდები გახდნენ, მათ გამჭვირვალობაც დაკარგეს. დიდი სხეული უკეთ ინახავს სითბოსა და ენერგიას. ამიტომ ევოლუცია მათ აიძულა გაზრდილიყვნენ ან დაღუპულიყვნენ. გიგანტური კალმარები ძირითადად ღრმა ზღვის გიგანტიზმის გამო გაიზარდნენ, ხოლო კოლოსალური კალმარები კიდევ უფრო ღრმად და ცივ წყლებში ცხოვრობენ. ეს მათ იშვიათ შემთხვევად აქცევს, ორმაგი გიგანტიზმის მაგალითად, სადაც ერთდროულად მოქმედებს როგორც ღრმა ზღვის, ისე პოლარული ეფექტი. სწორედ ამიტომ არიან ისინი დედამიწაზე ყველაზე მძიმე უხერხემლოები და მათი წონა 500 კილოსაც კი აღემატება. მაგრამ კალმარები ერთადერთი მაგალითი არ არის. თბილ რიფებში მცხოვრები ჩვეულებრივი ზღვის ობობა მხოლოდ 1-დან 2 სანტიმეტრი სიგანისაა. ანტარქტიდის წყლებში კი იგივე ოჯახი 60 სანტიმეტრს და მეტს აღწევს. მიზეზი იგივეა. ცივი წყალი მეტ ჟანგბადს შეიცავს, ხოლო რადგან ზღვის ობობები სუნთქავენ გრძელი ფეხებით, ჟანგბადის სიუხვე მათ უზარმაზარ ზდას საშუალებას აძლევს. ეს გიგანტური ობობები მტაცებლები არიან. ზღვის ფსკერზე გრძელ, ჩხირის მსგავს ფეხებზე გადაადგილდებიან და მილის მსგავსი ხორთუმით ნადავლს, მაგალითად ზღვის ვარსკვლავებს, ხრეტენ და შიგთავს სწორ. და მათი ნადავლიც ისეთივე ექსტრემალურია. ანტარქტიდის ზღვის ვარსკვლავები უბრალოდ არ იზრდებიან. ისინი ავითარებენ ათეულობით მკლავს, ზოგჯერ 50-ზე მეტსაც და აგრესიულ მტაცებლებად იქცევიან, რომლებიც სხვა ზღვის ვარსკვლავებსაც კი ჭამენ. ვისაც ყველაზე მეტი კიდური აქვს, ის იგებს. ანტარქტიდის ზღვის ვარსკვლავებს შეიძლება 50-ზე მეტი კიდური ჰქონდეთ და 40 წელზე მეტხანს იცოცხლონ. მაშინ როცა თბილ წყლებში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ დაახლოებით 5 წელია. პოლარული გიგანტიზმმა ისინი მასიურ ხანგრძლივ მცხოვრებ მტაცებლებად აქცია. ამავე პროცესმა წარმოქმნა დედამიწაზე ყველაზე გრძელი ცხოველიც, ლომის ფაფარის მედუზა, რომელიც სიგრძით ლურჯ ვეშაპსაც კი აჭარბებს, თუმცა უფრო მსუბუქია. თბილ წყლებში მცხოვრებ პატარა ნათესავებთან შედარებით, როგორიცაა ლურჯი მედუზები, ნათლად ჩანს, როგორ იწვევს სიცივე ექსტრემალურ ზრდას. მაგრამ მიზეზი მხოლოდ ჟანგბადი არ არის. ცივი წყალი ანელებს მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც დიდი სხეული ენერგეტიკულად უფრო ეფექტიანი ხდება. პოლარული ოკეანე ასევე სტაბილურია. მუდმივი ტემპერატურა, წნევა და მტაცებლების მცირე რაოდენობა, ამიტომ ცხოველებს შეუძლიათ იყვნენ დიდები, ნელები და გამძლეები. თუმცა ეს მხოლოდ ცივსისხლიან ცხოველებზე ვრცელდება. თბილსისხლიანი ცხოველები, როგორიცაა პოლარული დათვები და პინგვინები, ემორჩილებიან ბერგმანის წესს. ისინი ზომაში იზრდებიან სითბოს შესანარჩუნებლად და არა ჟანგბადის გამო. მაგრამ მათი ზრდა უსასრულო ვერ იქნება, რადგან დიდი სხეული მეტ საკვებს მოითხოვს, რომელიც პოლარულ რეგიონებში შეზღუდულია. ეს ეფექტი ყველაზე პატარა არსებებშიც კი ჩანს. ანტარქტიდის კოპეპოდები ტროპიკულებთან შედარებით 10-ჯერ უფრო მძიმეები არიან და იმდენად იზრდებიან, რომ მათი დანახვა მიკროსკოპის გარეშეც შეიძლება. მიუხედავად ამისა, ყველაფერი არ იზრდება. ზოგიერთი სახეობა ავლენს პოლარულ დვარფიზმს, მაგალითად ზოგი ყინულის თევზი და ლოკოკინას მსგავსი თევზი. მცირე ზომას ინარჩუნებენ, რათა შეზღუდულ საკვებს გაუძლონ, სწრაფად გაიზარდონ და სწრაფად გამრავლდნენ. საბოლოოდ სიცივე ყველაფერს ანელებს.
თვით ევოლუციასაც კი. მეტაბოლიზმი, გამრავლება და ქიმიური პროცესები პოლარულ ოკეანეში თითქოს შენელებულ რეჟიმში მიმდინარეობს. ანტარქტიდის ოკეანეებში ზოგიერთი სახეობისთვის ერთი თაობის დასრულებას 10 წლეულები სჭირდება. ისეთი ცხოველები, როგორიცაა ზღვის ვარსკვლავები, შეიძლება 10 წლეულების განმავლობაში იცოცხლონ, რის გამოც ევოლუცია უკიდურესად ნელა მიმდინარეობს. მრავალი სახეობა, ზღვის ობობები, ზღვის ზღარბები და თევზები, ფაქტობრივად ცოცხალი ნამარხებია, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში თითქმის აშეცვლილან სტაბილური, უცვლელი გარემოს გამო. თუმცა ეს სტაბილურობა ეკოსისტემას მყიფესად ხდის. ყველაფერი დამოკიდებულია ყინულივით ცივ, ჟანგბადით მდიდარ წყალზე. თუ პირობები შეიცვლება, სისტემა ინგრევა. თბილი წყალი ნაკლებ ჟანგბადს იტევს, მეტაბოლიზმი ჩქარდება და დიდი სხეული უპირატესობის ნაცვლად პრობლემად იქცევა, რის შედეგადაც ეს გიგანტები სუსტდებიან ან იღუპებიან. ეს უკვე ხდება. ოკეანეების დათბობასთან ერთად ჟანგბადის დონე იკლებს და ისეთი სახეობები, როგორიცაა ზღვის ობობები, ზომაში პატარავდებიან. საბოლოოდ შესაძლოა გიგანტურმა კალმარებმაც დაკარგონ თავიანთი ზომა ან საერთოდ გაქრმენ. ეს არსებები ადამიანისთვის უვნებელია და ძველი სამყაროს ნაშთებს წარმოადგენენ. თუმცა მათი არსებობა მთლიანად სტაბილურობაზეა დამოკიდებული. იგივე სიცივე, რომელმაც ისინი გიგანტებად აქცია, ახლა მათი ყველაზე დიდი სისუსტეა. თუ ოკეანე გაიყინება, სიცოცხლე არ გვხვდება. ის ვითარდება, მაგრამ თუ ის გათბება, ეს გიგანტები ვეღარ გადარჩებიან.